მოგესალმებით ძვირფასებო. როგორ ახართ, როგორ გიკითხოთ, კი ვარ გაჩეჩილი რა. ეხა ეს მოვიმზადე რომ ეს სპაგეტი გადმოვიტანო რომ აქ ამაზე ამ ტაფაზე შევწვა კარტოფილი. ხო და მე დამიწყებს სად არისო, აი ამ ფორმის გავაკეთე, აი ნახეთ. მოეწონათ და გოდერძი რომელიც არ ჭამდა ხოლმე სპაგეტს დაიწყო და ძალიან გემრიელად მიირთმევს. ასე რომ შემქონდეს. როგორ ხართ თქვენ ძვირფასებო, როგორ გიკითხოთ? მე გუშინ კი დავიწყე ვიდეოს გადაღება, მაგრამ ხელი შემიშალეს ბავშვებმა, ვისიც გინდა, ხო და იმდენად გამიფუჭეს ხასიათი, რომ არ მომინდა რომ რამე გადამეღო. კი მქონდა რაღაცა 20 წუთამდე გადაღებული და ისიც წავშალე. სიმართლე უგაინტერესებთ. აი, სათამე. ვეჭვი შალად რო. აი ეს. ხოლმე ესე შემოწირფასებო. არ მინდა რომ ისეთი ვიდეო მქონდეს, რაც მეც არ მომწონს მერე. ხო და 7 ხეები მომენატრა. და 7 ვიდეოები მომენატრა. ამას გეუბნებით მოუწევთ. აქედან გავაბინარე. ვიდეოების ჩაწერა. არ მინდა გაბრაზებული რომ ვარ ან რაღაცა ეგეთი ვიდეო მქონდეს. ესე და ამგვარად. ხო, მოკლედ, ერთმა ადამიანმა დამიწერა საჩინოში რომ იყავი მაშინ დედამთილებზე და ძმებზე მოკლედ რაღაც ვიდეოს ჩაწერეო, არ ვიცი ის დავსკრინე და შევინახე თუ არა, იმიტომ რომ როცა რაღაცას მსგავს ხედავ, ვინახავ ხოლმე და რამდენმა დამიწერა, იცით, მსგავსი და ზოგ ადამიანს იმდენად ერთნაირი ცხოვრებები ჰქონიათ ადამიანებს. დიდი სიამოვნებით ვილაპარაკეთ. აი ბავშვებს გეფიცებით. დიდი სიამოვნებით ვილაპარაკეთ, მაგრამ ისეთ ადამიანს აქვს კიდევ მსგავსი ცხოვრება. მერე დამიწყებენ ჩემზე ლაპარაკობდიო მან. ხო და აი ასეთების თავი არ მაქვს. სამივეს გეფიცებით, მაგრამ ისე გეტყვით, რაღაცებს მოგიყვებით, რომ გაინტერესებთ თუ სად რა როგორ ხდება. მე გეტყვით იმას, რაც მე ვიცი, მე რაც გადამხდენია ჩემს ვიდეოში, გესმით და გიყურებიათ, და ვიცი მე ესე ვფიქრობ, იმიტომ რომ ვინც თავიდან მომყვებით დევს მასეთი ვიდეო. რამდენი გოგო ვიცი, ქალი უკვე რა, რამდენი ვიცი, რომ ცუდ სიტუაციაში არის, მაგრამ მაინც ოჯახშია. ხო და ძალიან ცუდია. ზოგი იმიტომ არის ოჯახში, რომ მე თავისი ოჯახი არ იღებს უკან. ზოგი
თვითონ არ მიდის რომ მე თავისი ოჯახი არ შეაწუხოს გამით ხოდა ეცეცი ფასე მომმე ყველა თალი მეცოდი იმიტომ რომ მეც გამოვლილი მაქვს თორე ზოგი იმდენია არც ის ჯერა ადამიანები თუ რამეს ხვდებიან თავიანთ ცხოვრებაზე აი არც დაგიჯერებენ აი ნუ თუ როგორ ესე როგორ უნდა მომხდარიყო ან როგორ უნდა ხდებოდეს ან ამეტებს აჭარბებს და ესეთი რაღაცები არც ქალების მიმართ კიდე ქალების მიმართ ერთმანეთის თანადგომა რომ იყოს ესეთი რამე არ იქნებოდა მაგრამ ყოველთვის მაინც ქალები ქალებისკენ იშვერენ ხელს ესეთი რამები უარესები ხდებოდა უარესები და მე რა რო ხდებოდა თუ შენ ცხოვრებაში მომხდარა უარესი რა შენ რო დედამთილი ხარ ხო არ უნდა მოიქცე მასე იმიტომ რომ შენ ხო არ მოგწონდა ის საქციელები რაც შენს მიმართ ხდებოდა ამიტომ ძირფასება რა იყო ეხლა მაგი მაგრამ ზემოდან არ ემჩნევა. საიდან უნდა ჩამოვარდნილიყო, ვერ ვხვდები. დედიკო, ჩაუწიეთ დე. გაბრაზდება, იცოდეთ, ჩაუწიეთ თორე. დედიკო, თქოთ, 1-7 ვიდეო მინდა ბიჭო. ზوار უყვირი ვარ, ჩაუწიეთ მეთქი. Code cauși magazești, code de gega uprostor, sami code moitane mesti, ori moitane. Alto fili moitane mesti, ori kilo kitri da alcunda oni, kitri. Cavigero maxvar conda. Sula conda. Este mismiștarea țocă. თითქმის კენაუყურეთ პრიალებს ისინი შენ სულთანის თითებს იქ არ ვკიდები იმიტომ რომ არ მინდა რომ დაემჩნეს თითები თითულები ხო და მოკლედ ეს რას ამბობდი ხო დედამთილებს მაგრამ ისეც არის რომ ძლებიც არიან ცუდები ოღონდ ამას რა იწვევს ეხლა ხვისი ოჯახის ამბის გაზიარება მინდეზე თან რო არაფერი არ იცი შენ არ გინახია ესეთი რამის მოყარული არ ვთქვა რაც არ ვიცი რაც შემთვალებს ზუსტად არ უნახია ასეთ რაღაცას ვერ მოგეყვებით ანუ გამოდის რომ ვიტყვევი და ზღაპრები არ ჭირდება იმიტომ რომ ირადი გამოცდილებით გეტყვით, ხალხთან არ იმჩნევს არ არის ცუდი დედამთილია, ცუდი რძალია თუ რაც არის მოგელა, ასეა. იმიტომ რომ მე მაგალითად ნატრულობდი რომ ვინმე შემოსულიყო მეზობელი და კარგა ხანს მაინც ყოფილიყო, იმიტომ რომ იმ დროს ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა. ხოდა ესე ჩემოძირფასე ცხოვრება არის ძალიან რაღაცნაირი და შენ გოგოს მე ხარაც შეეხება
ღმერთმა დაუხალოს ასეთი რაღაცა, მაგრამ მე რაც არ უნდა მოხდეს, მე სულ ჩემი გოგოს გვერდით ვიქნები. არ მაინტერესებს მე რა სიტყვის და ხო, კიდევ რა უნდა გითხრათ. დღესაც კი ისე ცხოვრობს ხალხი იქეთ ჩვენკენ, მაგალითად ეხლა დედაჩემზე ვთქვათ. მუსიკები ჩართო გიორგიმ და სამეზობლოში თითქმის წლის თავია უკვე ნათლია ჩემის დედის. მალე იქნება რა. ვაიმე რასი ფიქრებენ მუსიკები რო აქვს ჩართული და ვაიმე ასე და ვაიმე ისე. ბებია ჩემი მოკვდა. და მკლავის გახსნა იყო დამთავრებული 40 არ იყო დამთავრებული. სადღაც დიახ, მკლავის გახსნის მერე. მეორე კვირას ქორწილი მქონდა ჩემ მეზობელს მესამე ოჯახში. მაგრამ მაგი არ გვითქვია და არ გუწყენია რომ არ იქა, იმიტომ რომ ქორწილი და რაღაცები ხდება ერთხელ. და რა მოხდა, ბავშვს მუსიკა ჰქონდა ჩართული. არ ესმოდა ისე ბრაზდებოდა რა სიტყვის ხალხი და ეწყინებათ და ასე და ესე და ნებისმიერ რამეზე შეხება ჩვენკენ ხალხი რა სიტყვის. და არ ვიცი ამ ხალხმა რა თქვა ბოლოს და ბოლოს. და ვინმე საინტერესებს ხალხი რა სიტყვის, მაგათ კარტა ბევრს არ აინტერესებს. ბევრი თავის შვილს ცხოვრობს, მაგრამ აი ჩემთან მუსიკის ჩართვაც არ შეიძლება. ხალხი რა სიტყვის, რა უხარია თქო. ხო. ხოდა მე ეხა როგორია, ცუდად არის გერაშემი. უნის პრობლემები რო აქვს. და რაც არ უნდა ისაკეთო მიხილება. მოგლედეს. ასე რომ ესაც არიან ადამიანები, რომელთაც აინტერესებს ვინ რა სიტყვის. ხალხი რა სიტყვის. რომელთაც აი ისეთ ხალხზე ანგელოზიც რომ იყო. ანგელოზიც რომ იყო, იმას არ დაინახავს. რაში მაინტერესებს ეგეთი ადამიანების ვინ რა სიტყვის და ასე შემდეგ. რატომ უნდა მაინტერესებდეს? უბრალოდ ბავშვებო. ვერ. ბავშვებო, ეს მე დავხატე. ჩაუწიე ბიჭო. ხო ჩახდე. ეს ჩემი ხელი არის. კაი გოგო. მოკლედ ეხა ამის გაცვლას არ გაყურებინებთ, დიდი დრო მოუნდა. ეს არის. კაი გოგო ხარ. მე ხელი დავდე და ხელი დაადო და შემოარა ფლომასტერით. მოკლედ. ერთხა. ახლა გავხურდა მასობაში. ხმას ჩაუწიე. არა, მაინც მიწევს, აგერხო ხეთა. გეგა. ხმა. ტელევიზორშია ის თუ შენთან არის ტელეფონში ეხა? ოდა ჩაუწიე თუ არ გინდა რომ წაგარ. ხო და მოკლედ ესეთი ამბები ძირფასება. რა ვიცი ხარ რა გითხრა. მე რამეს ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ გადაკვირთ ჩემზე თქვი, გადმოკვირთ ჩემზე თქვი, ასეთ რაღაცები რომ არ მოყვეს მერე.
აქედან გამომდინარე არის, რომ მე საერთოდ ამ თემებს არ ვეხები, თორე იმდენ რამეს მოგიყვები, პირდაპირ შევა თხია. იმდენ რამეს არ გიყვებით. ასე რომ სანამ გოგო გათხოვდება, 100 ჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო, ესეთი რაღაცა უნდა გააკეთოს. ან ისეთი ოჯახი უნდა ყავდეს, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში თავის შვილს გვერდში დაუდგება. ძალიან რთულია ჯერ როგორია, აი სხვა ოჯახში რო გიწევს შესვლა და მერე აი რა თქმა უნდა ნებისმიერ მე მაგალითად აი სულ იმაზე ვფიქრობდი ნეტა როგორ მიმიღებენ, როგორ მომექცევიან და ასეთი რაღაცები მაწუხებდა. ზოგს არ აინტერესებს, იმიტომ რომ გინდაც გადაკვირით, ან გინდხუმრობით რამე ისეთი უთხრან, რაც არ მოეწონებათ, არ გაგიტარებს ადამიანი. რძალი რამდენი ვიცი ეგეთი და დროულად მოსვა ნებისმიერი ახალი ოჯახის წევრი თავის ადგილზე. იმიტომ რომ შენ რასაც შენ შვილს ვერ და არც ეუბნები, ესეთი რაღაცა რძალს არ უნდა გკდრო. არ უნდა ცდილობდე რძლის დაკნინებას სადმე ვინმესთან გინდ მარტოს. არ არის ეს სწორი, იმიტომ რომ ნებისმიერი მსგავსი საქციელი ხალხო დაგხვდებათ წინ და აუცილებლად გამოგატარებთ მასეთ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, კაცს და ქალს თქვენ უკვე არა, მაგრამ თუ ვინმე გყავთ, მერე თქვენც იგემებთ. და თქვენმა ცოდვამ რატომ უნდა უწიოს თქვენ შვილს, ხო? რატომ? არასწორი საქციელები გქონდეთ იმის იმედი, რომ არავის არ შერჩება, არავის. თქვენ უბრალოდ დაელოდეთ, მოთმინებით და კიდე რჩევა, ხო, რას მისცემდიო, რა რჩევა შემილია მივცე, ისეთ რომელიც უკვე ოჯახს არ ანგრევს და არ საწასვლას არ აპირებს, მაშინ რა რჩევა მოგცეთ, არ ვიცი, იმიტომ რომ მე ცოტა რამის პატიება არ შემილია, თუ ცოტა რაღაცა მეწყენა, როდესაც სულით გულით შენთან ვარ, ხო? პატიებაში გულისხმობ იმას, რომ თუ მწყინს მერე იმ ადამიანებთან ზედმეტად ახლოს, ან გინდ რაღაც, აი უცებვე მეტყობა ადამიანს, რომ იმ ადამიანებთან მე კომფორტულად არ ვარ და ვერც ვარ და არ ვარ კიდე ხშირი. უბრალოდ ზოგჯერ გიწევს ადამიანს სხვა გზა როცა არ გაქვს. მაგრამ თუ არ მიდიხარ არსად და იქ ხარ სადაც გტანჯავენ, რა მინდა გეჩიო, არ ვიცი, ერთით გიჟდები, როდესაც რჩებიან მსგავს სიტუაციებში, მაგრამ
მეორე მაშინ უყურე მოითმინე და დაელოდე მერცი წასულში იმ ადამიანებზე რასაც მიიღებენ მე გითხარით თქვენ ერთმა გოგომ ჩემმა მეგობარმა გოგომ მითხრა მეგობარმა ის სულ ერთად რო ვიყავით იმან რო გათხოვდა მე მითხრა რატო დამწყებიო ბავშვებს გეკიცებით სამივე სიცოცხლეს გეკიცებით რამდენი სიმართლეს გეუბნებით ან მეგობარი რომ გეუბნებათ ედაღამე ერთად რო ხარ და ერთმანეთის გარეშე რო არ ჭამთ გაგიშებები უყურებდი რას მეუბნები მეთქი რას ქვია მეთქი როდის დაგწყებია შენო ხომ სულ იწყებლებიო თუ ვინმე მალაპარაკებსო ამას იგივე გამოატაროსო ღმერთმა გოგო მე რომ იმიტომ ვამბობ მეთქი მასე რომ მერე ადამიანებმა ამბავი მომიტანესო კათიაო შენო გაყოლებელო თორე უკან ასე იძახიანო რომ თავს იმართლებსო ეხაო ვითომო თორეო მართლა ეგრე ხდებოდაო გამორიცხული არისო რა თურმე სწავსად მომხდარიყო განიგეთ და იმაგიტო ვიწყებლები მეთქი მე და ყველადაც რატო იღებს ადამიანი იმას როდესაც იძახი მე იგივე გამოატაროს თუ ტყუილად მაყოლებენ და მე ზურგს უკან გამცინიან მეთქი მართლა თურმე მე ყოფილა საუბრები და აქედან გამომდინარე დამჭირდა იმის თქმა რომ თურმე მართლა ტყუილად მალაპარაკებს და უხარიათ რომ მე ისე აი ვერ წარმოიდგენ ხალხნო ვისაც არ გამოულია მსგავსი არ იცის როდესაც გტკივა ანუ არ გავიწყდება მე დღესაც ამ მაგ ბევრი რამე მოშუშებული არ გავიწყდება ტკივილი არ გადის არ ვიცი აი როგორ ვიყავი ასეთი სულები მეთქი და ჩემს თავზე იმავშვები არ მიდის ეს ტკივილი და თან რო გაყოლებენ სულ თან გეძიებიან თან კითხვებით და იგივე ის მოდის აი ბრაზილი თითქოს და რაღაც არის აქ გულში ზედმეტად დაბრუნული და აჰა და ჰარო გასკდები ხო და როდესაც იცი რომ ადამიანს თან ისევ კივა რომ ამდენს გაუძლო და დებილივით სულელივით ენა ჩაგდებული რო ქონდა არ შეიძლება ხოდა არ ჯეროდაო და სვადუარესი შემთხვევა ისე ვიქარის იმაჯაში ისეთი ამბები ძირფის რა არ ხდება ამიტომ თუ ვინმეს ყავთ შვილები გოგოები არ უსვინოთ და არ იდარდოთ იმაზე თუ ვინ რას იტყვის იმიტომ რომ ყოველთვის იდექით თქვენს შვილის მხარეს მე ერთი პატარა უადგილო გინდხუმრობით ჩემ გოგოს რო კადრო მე ჩემი გოგო ჩემთან მეყოლება ადამიანებმა ყველამ თავიანთი ადგილი უნდა იცოდნენ რასაც მე ვერ ვაკეთებდი და ვაკეთებ მაგალითად ჩემ შულზე არ გავატარებ ხო ვატარებ ზოგჯერ ხო რაღაცებს ჩემ შულზე არ გავატარებ მაგალითად მეთმა მომცეს დიდი ხნის სიცოცხლე რომ სულ ყავდი გვერდში სულ გავაგრო და გავაკეთებ ისე მოვიქცევი ისე რომ ჩემ შვილს თავისი მაინც რაღაცა ქონდეს კიდევ ოთახი დასაჩენი რომ აი ბიჭები არიან და ძლის მაინც გერიდება მე ადამიანს ასე ეს რო რამე დედაბრუნდები სახლში მე მაინც არის დაყვედრებები ასე შემდეგ ისე შემდეგ იმას ჯობია რომ გოგოს უნდა ხოდეს თავის ოღონდ
ეგ სანამ გათხოვდება არავინ არ უნდა იცოდეს, იმიტომ რომ ვინმე რაღაცის გამო არა ეკიდოს. ანუ ვინმე რაღაცის გამო არ წაიყვანოს, რომ ვაიმე ასეა და ისე. ეს ნალეგი გამოდის მერე კაცი. ესეც რაღაცები არ მიყვარს. არის ზოგი ზუსტად მაგიტომ რომ იმაშება ხალხუნა, რაც ზუსტად ვიცი. ყველა შეიძლება არ იყოს მასე და ყველას ერთგვარში არ ვხარშავ. მაგრამ რაც ვიცი, იმას გიყვებით. თან ვიძახი, ყველა არა. რამდენი ეს უბრალოდ ვედი თქმი ადამიანი ეგ არის. არ შემიხარხებია ხა ეს ჩემი გოგოსთან, მაგრამ თუ შევათანხმე მე მოგიყვებით, მაგრამ არ მგონია რომ მომდეს. რატომ ვიცი რომ ესეა? რომ ბიჭებს რაღაც ისიც ხიბლავთ. გოგოს დაიაო საკუთარი და გააჩინე. ესენი მაინც შეძლო სადმე წასვლა. სამსახური ვიშოვა და ადასთვის მოვაგროვო რამე. კიდევ იქნება რაც. არავინ არც ერთი შვილი არ ყავს. გამორჩეული არც ერთი უბრალოდ Kartoffeln sagtes. Mit Maschus. Warum Papa dann geht? Ich hoffe, dass wir wieder arianda. Sanam, ხალხი არ დაინახავს მათირძლის კასი კარგეს. მაგალითად, რატომ არის რომ ყოველთვის ადამიანებს ხისირძლები მოსწონთ? ჰა, რატომ არის? რატომ არის ვერცხლები? მე რომ იმ ყოფილთან ვიყავი, ძალიან პროგნოზა კილო ვიყავ. გითხარით და ქალაქში ვართ. ძემდერად მიიწვიო. ხოდა გოგო დაინახა. მოკლე კაბით, ტოპით. აი მეოდები ესეთი просто დედი. ესეთი რძალი მინდოდაო, ესეთი ცოლი მინდოდაო, შენთვის ჩემ ფარზე უნდოდა. წარმოიდგინე. ყოფილს. აბა? ხორი, აბა ჩააცვიდა იმასაც ისე. თუ იყო რამით მაღაზი ნაკლები. მაგრამ არა. იმდენი რამე დავანახა მე. შესაძლებელი რამე კიდე დასანა. კარგი, ჩემი ყავა დუხს. ორი იმიტომ გავაკეთე რომ ლიკას დაურეკავ თუ უნდა ყავა. არა და მეც იყავასა ძალიან გემრიელად ვსვამი. ესე ჩამოკარგე. არა ვქენი, სანამ ლიკას დავურეკე, აი რა ვქენი. გადამივიდა. ლიკამ ქალაქში მისდივარ და მე გავლებ. და წიგნი გამეხია. წიგნი გაგეხია, ფლომასტერები გააფუჭე. რას ფიქრობ შენი აზრით შენ? ესე იქნები სულ? ამა გავაფუჭე. ვინ მოგცემს მითხარი სულ იმებს, ფლომასტერებს დაფანქრებს? ა? მართლა გააფუჭა. კიდე ოს
აქა იმდენად კარგად წვავს ხალხო იმას. არ ყოფილს სხვა კაფა აღარ მევდამადის მერე სულ ამ კაფას ვიყენე. აქ ალუმინი მიდევს ხელი მაქვს შესაკეთებელი მაგაზე. ხო და მაგიტომ მიდევს. ყავის მადუღარა მე რო დავგოვე ჩემ მამამთილთან არ ქონდა ჯერ გაკეთებული და რატომ არ გამიკეთე და ესე რომ ვედუდგუნები ჩემმა დედამთილმაც დაუწყო დუდღური და წავიდა იმასთან რა ქვია მუხას ნათლიას აქვსო ის შემდუღებელი რითიც უნდა შეადუყონ ის ხელი რომ მოწვა ხო და ის აპარატურა რა ხო და იმასთან წავიდა გადაიტანა რა იმეს ისეთი ავარია მოხდა ხინკლებს ვაკეთებდი არ მომეყოლია თქვენთვის ანუ თქვა დეტალებში ვერ მოვყვები არ შეიძლება და აქედან გამომდინარე მაგრამ ცოტა რაღაცას მოვყვები მოკლედ ავარია ხო მოხდა ხო და ხინკლებს ვაკეთებ და ისმის ხმა ძალიან ჩხარა მოდის მანქანა და მე რაღაც აი ბუშტი რო გასკდება აი ეგეთი ხმა იყო ოღონდ თლად საშინელი თორე ცოტაზე არა ძალიან საშინლად მუხა გარეთ იყო დავიხედე უცებ დავვარდი რა მოხდა მეთქი მუხანი ხო არ არის და მე ხარ წავიდა ის ვიფიქრე მე უცებ შიგნით რო არ იყო დავიხედე მილბის მუხა არა მაინც აგდებს ამა ხო და ის რაღაც მოხსნეს უცებ ბოლი რო გაუშვა მანქანა ხო და ისეთი მდგომარეობა გქონდა აი არ ვიცი მიყვის იქიდან თან მარჯვენა მხარეზე იყო როგორ გითხრათ მინდოდა ვიდეო გადამეღო მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ რამე პრობლემა არ შექმნოდა იმ ადამიანს მაგიტო არ გადავიღე და როგორია ჩემი ვიდეოს გამო რაღაც პრობლემა რო შექმნოდა და ძალიან ჯერ არ მენახა ეგეთი ავარია ასად რა ვიცი მე არ შევსვები ვარ ეგ იყო ჩემი პირველი და ნეტა უკანასკნელიც იყოს აღარ მინდა თან ეს კაცი როგორ მირგის გავგიჟდის სადმიდბის რომ მოეკითხოს მაგრამ მე რო ვიფიქრე ამასაც რომ ღმერთმა აშოროს მაგრამ მუხასაც ორჯერ მოსვლია ავარია და ერთხელ მე ვიცნობდი და ერთხელ მე არ ვიცნობდი პირველად რომ მოვიდა მე არ ვიცნობდი და საშინელი ავარია მოსვლია ანუ ყველას უყვირდა ცოცხალი რო გადარჩა ხო და მოკლედ აქედან გამომდინარე მე როგორი ადამიანს დახმარება სჭირდება და მე კი მადარდებდა ჩემი მარა მე მეც კი იქნე მივიბოდი რას მოვაყოლე გამოსოს ესე რას მოვაყოლე ხალხო და მავიწყდა აი ამას ჩავას ამასაც მე დავე ესე მომიწევს ლიგა ქალაქში რომ მიდის მე რომ მობრუნდება და რაღაცა ხო და ჩემი მამთილი იყო იქ გადასული და ისინიც იქიდან მორგოდნენ ჩემ დედამთილს გული გაუხდა ცუდად რო ნახა ხო და მოკლედ ჩემი ის ვნახე ეკა მუხას ნათლიას დედა არის ძალიან მიყვარს ის ადამიანი აი ძალიან მიყვარს მადლა სულით და გულით ხო და გამიხარდა რომ იმდენად უცებ მივიდნენ ადაც და ის რა ქვია ეგას არ უჭირს საერთოდ კომუნიკაცია ადამიანებთან, მაგრამ იმდენად ადვილად მივიდნენ ხალხო მიგრით და იმიტომ რომ იქ ჯგალში იქეთ რომ ვიყავით პიცა ბიცოლასთან არაფრით არ შევიდა და შიგნით კიოდა არავინ არ მიიკარა ხო და მოკლედ არ ვიცი ჭრდილში ძლივს დავსვიცი ვიყავა ნაყენით რო ქონდა ბიცოლას მაგით მოვიტყვე ცხოვრებაში ადამიანებია ბავშვზე მართლა მაგიტო არ ვაკეთებ რომ არ მომთხოვა და იქ მოვიწია მიცემა. აი ეს.
მომიწია მიცემა. ოღონდ ჩრდილში დამჯდარი ყავა ხო არ მომკლავდი ბავშვი ზეზე იდგა. კაი, გაჩვენებთ მერე. ეგას დავუყაროთ ეხლა ჩვენ კარტოფილი. შემწვარი. ხო და? და დიდი ნახავს. ასეთი შემწარი იყოს გეგას. ხო და? რაც არის ეგ ვაჭამა. ეხა საწებელი, ადა სპაგეტს მიიხმეს. გეგა! გეგა, ხმას ჩაუწიეთ და მოდი. ესე იგი, გუშინ რძე მოვადუღე და ამეჭრა და რატო არ ვიცი, იმიტომ რომ ახლა რომ მოვიტანე ჯგალიდან, პირდაპირ საყინულეში ჩავდგი მე რომ მოვიტანეთ. გზაში გაგვიფუჭდა თუ რა მოვიდა არ ვიცი, იმიტომ რომ ჯერ იქ კიდე კარგა ხანს იდგა მაგიდაზე, მერე კი ჩავდეთ საყინულეში, მაგრამ არ მოყინულა იმდენი. ბაგაჟში ხო იყო გზად, მერე გავჩერდით. ის მინდოდა ხახვის და ნივრის ჩასაყრელი ისინი არ მქონდა ხახვი, ნივრი და ასე შემდეგ კარტოფილის. გამიტყდა რომ გადმოვბარგდით და ეს ჩემია? ხო დედიკო. ხო და ესე რა ქვია. გურგიაში მივედით. აქ 35 მითხრეს. ნაკლებიანი არ იყო 35-ან 40. საგოზერნოში იყო 35-იან. ხო და ძვირფასებო ზუგდიდში მახსოვდა რომ გურგიაში ვიყიდეთ ჩვენ მაგით 18 ლარად. ეხლა რომ მივედით გურგიაში 18 ლარიანები არ ქონდათ და 35, 40 და მის ზევით იყო ნაკლებფასიანები არ გვაქვს. ხო და ავდექით და წამოვედით მანდედან, მაგრამ ის ვიყიდეთ ტანსაცმლის საკიდები, ეხლა იქეთ გარდერობი უნდა გადმოვყარო და კაბები რომ მაქვს იმ ასეთი ის რა გრძელი ორ კარს რო გააღებ. ასე მაქვს გადაკიდული. აი ისინი უნდა ჩამოვყარო და ვეშალკები ვიყიდე 2.5-6 ცალი. და 5 ლარის ვაყიდე მუხას. კიდე მინდოდა, მაგრამ არაფრით არ ამაღებინა. კიდე მქონდეს თქო ერთი 2 ესეთი მიყიდა 10 ლარის კარგი იქნებოდა მეთქი. იმიტომ რომ ყველაფერს თავის იმით რო დაკიდებ. მე არ მოგიწევს ეხა კი 5 საგოზერნოში ვიყიდე 5 არა 6 მაშინ 5 ლარად მე მგონი არ მახსოვს თუ რა ფასი გითხარით არ მახსოვს გაჩვენეთ თქვენი ფერადები რო იყო ეს არის უბრალოდ შავები მსგავსი ფორმის ოღონდ შავები ხო და გამომადგება აქ საგოზერნოშიც კიდე თუ ვნახო კიდე არ მინდოდა 1 ცალი 1 ლარად რომ ეყიდა ეგეთებიც იყო მაგრამ არაფერი განსხვავებული ასე რომ კარგია მაინც ისიც რომ აქ მეტი ამას არ ვეჭიდავები დავკიდებ და ეგ არის აქ ხა ის 6 მხოლოდ ბავშვებისთვის გამოვიყენე და ისიც ორ-ორად გადავკიდე ერთზე ხო და ხო არის ეგეთი ტანსაცმელი და აუთვევ და გიჟით შემნია რომ გქონდეს ჩამოკიდული და არ დაკეცო და არ დაიჭმუჭნოს ისევ მაგისთვისაც რომ გამომადგეს მაგისთვისაც ვიყიდი იმიტომ რომ ეხა ფორმები რომ მოუწევთ ამათ
ხო, იმაზე გაჟღერდა რა. ანა მარია არის, მე მგონი მე-7 კლასში გადავიდა. ფორმა არ მოუწევს. მაგრამ ნახეთ, მე-7 კლასელს არ გავს ანა მარია. ჩემზე მაღალია. და ჩემი ტანისაა რა, თითქმის. ერთ ზომატანსაც მას ვიცმევთ მე და ანა მარია. ასე რომ რამდენი იქნება ბავშვი, მეც ისე ვიყავი, სკოლაში რო ვიყავი მაგ პერიოდში. ბავშვი შეხედულება მეც არ მქონდა და დიიშვილი ხო საერთოდ 1.74 დის შვილი. ანუ ანა მარიაზე ცოტათი მაღალია კი. და ისიც ჩვენიდან ის. ანუ ტანსაცმელი სჭირდებათ ემი ან ესი. უფრო ემი. როგორც მე, ოღონდ სარაფლებში ესებს ვყიდულობ კი. ტემოდან თუ ვიწერ ეს, იმიტომ რომ ტემოდან მოდის უფრო დიდი ზომები. ხოდა ეს. გეგას ერთი ფეხსაცმელი უნდა მოვიდეს და ადას ბოთლი. შო, მეტი არაფერი გამომიწერია. მუხას უთხარი რომ ბიჭებს უფრო იაფად არისო, მაგრამ კარგი არისო ეხაოც მაგაცო იქ ბიჭს გამოუწერეო რა. ნაუშნიკები სჭირდება, ანუ ყურსასმენები. მასწავლებელმა ჩაგვიგდა რომ სჭირდება. არ ვიცი რომელი სჭირდება, ალბათ ის პატარა, თორე არ მგონია ეს დიდები რომ სჭირდებოდეს. არ ვიცი მოკლედ ჯერ იმ პატარას ვუყიდი და თუ დასჭირდა მე ის დიდი, მაგრამ არ ვიცი არ მგონია. ხო და თუნდაც გამოუწეროთ ხო, იმიტომ რომ კარგი მოსულა ის ბიჭი ყვაყოფილი არისო, ძალიან кайხმა აქვს და მეორეც გამომაწერინაო ეხლაო და გეგასიც გამოუწერეო, მითხრა, ეხა რომ დამირეკ. ყურსასმენი. გოდეს არ დასჭიროებია, მაგრამ გეგას შეიძლება უფრო სხვა მეთოდით ასწავლის და ყველა აქებს და ამის ბავშვებს მე რომ უყურე, ეხა გეგას მასწავლებელი რო შეხვდება, რა არიციან, აი ძალიან მაგარი მასწავლებელი ხვდება გეგას. აი ძალიან მაგარი, ძალიან რომ მოწონს ეგეთი. ბავშვებსაც კი ურთიერთობები ისედაც ეხა ესენი ხო იცნობენ ერთმანეთს ეკვაზე რომ დადიან რაღაც რამოდენიმე მაინც. ხო და ვფიქრობ, უნდა გქონდეთ წესით კარგი ურთიერთობები და ვფიქრობ, რომ იმდენი გულის ტკივილი არ მექნება. იმედი მაქვს ღმერთის ძალიან დიდი. კი ბავშვები არიან და ბავშვური ასაკი მეც მქონია და რაღაც კი უფრო ადვილად ავიწყდებათ ბავშვებს, მაგრამ მე წავედი ხა მინდა დიდი ვიდეო გამომივიდეს. გეგა! რატო არ ჭამ? სპეციალურად შენთვის შევწვი ისეთი, ხან ისეთი გინდა, ხან თეთრი, ვერ გავიგე ხა. ბიჭო, სტანი გაასწორე, ოღონდ ფეხი ჩამოხსენი, მაღედან ჩამოიღე, სწორად დაჯექი. ურის სწორი დაჯდომა რას ნიშნავს? აი ამას. და ისე და ჭამე. ღმერთო დიდებულო. ხან მაგარი შემწვარი უნდა და ხან ისე შემწვარი. რა უნდა გავიგო მე? მაინც მომიწია აგერ. ხა, არ მინდა მშვიდი ვიდეოები მინდა მეთქი, მაგრამ ხა, ხო მომიწია. წავედი ძვირფასებო ბედნიერი მშვიდობი ამ პოზიტიურ და ნაყოფიერ დღეს გისურვებთ ყველას. დროებით მომავალ ვიდეომდე.